გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. საბურთალოს რაიონში ვიმყოფებით ახლა, კონკრეტულად პეკინის გამზირის მიმდებარედ არსებულ კორპუსებში 33-დან 39 კორპუსამდე მიმდინარეობს შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობა ახორციელებს და მინდა გიზო ვასაძეს ვთხოვო, გამგებელს საბურთალოს რაიონის. გიზო, კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ არც საპარკინგი არეალი იყო, სკვერი და ეს სივრცე მთლიანად გაუბედურებული იყო. ამ პროექტით მოწესრიგდება, განახლდება, ახალი ხელმძღვანელოები დაირღვება. პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული არის, უამრავი საცხოვრებელი კორპუსია და პროექტთან დაკავშირებით რო ვთქვათ, რას ვაკეთებთ. მოგესალმებით. სამი ეზოს რეაბილიტაცია და მოწესრიგება მიმდინარეობს ერთობლივად. 500-მდე ხელმძღვანელი დაირღვევა, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათება, ასევე საბავშვო სივრცე მოეწყობა. ორივე არსებული სტადიონის, საკალათბურთო და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე საპარკინგი ადგილები ეწყობა და სამუშაოების ფარგლებში იცვლება კანალიზაციის ქსელი, ეწყობა კედლები, მთლიანი ამ სამი ეზოს ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იქნება და სამ თვეში საბურთალოს და ქალაქ კიდე ერთი ლამაზი და მოწესრიგებული სივრცე შეემატება. მადლობა, წარმატებები. მართლაც მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, მეგობრებო, და გვინდა რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც სივრცეები გვაძლევს საშუალებას მოვაწესრიგოთ, განვაახლოთ, რეაბილიტაცია ჩაუტაროთ, ახალი პროექტები შევქმნათ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კონდეს იმის საშუალება დაისვენოს, გაერთოს, ივარჯიშოს და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, სამ თვეში იქნება დასრულებული სამუშაოები და კიდევ ერთი რეკრეაციული გამწვანებული სივრცე შეემატება დედაქალაქს. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს პაციენტს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი და საწყისი წერტილი. ბუნებრივია, რომ ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნება დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება, რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში, ვთქვათ, არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ერთია, რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სამართლიანად რეგულირებული. სამართლიან რეგულირებაში იგულისხმება ის, რომ ერთის მხრივ ფასი არ იყოს იმგვარად რეგლამენტირებული, რომელიც მისცემს შესაძლებლობას გარკვეული წნეხის ფორმა მიიღოს ამ ყველაფერმა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იქ მექანიზმები გათვალისწინებული, რომლის მეშვეობითაც დაზღვეულია პაციენტი, რომ თუ კი მისი სურვილი არ იქნება, რომ ისარგებლოს ამ დამატებითი კომფორტით პალატის სახით, ამ შემთხვევაში მას სტანდარტული, მაღალი ხარისხის სტანდარტული პალატით მომსახურება უნდა შეეთავაზოს სტანდარტული ფორმით და შესაბამისად მისგან ანაზღაურების მოთხოვნა იქნება დაუშვებელი. ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია, რომ ისე დავაბალანსოთ და ისე დავარეგულიროთ ურთიერთობები ერთის მხრივ სახელმწიფოს, პაციენტს და კლინიკას შორის, ასევე ექიმს შორის, რომ ყველას სამართლიანად ხვდებოდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი შრომის, საკუთარი ინტერესის შესაბამისი ანაზღაურებაც, ხარჯებიც ამგვარად ნაწილდებოდეს და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიზნით ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რა ეტაპზე ჩვენ გავაჩინეთ დამატებით ანაზღაურების შესაძლებლობა, დამატებითი კომფორტის მიწოდების შესაძლებლობა. თუმცა რასაკვირველია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მომავალში ძალიან ახლო მომავალში ჩვენ პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე ვართ მომზადებისა იმ ნორმატიული აქტის, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ცალკეული სახარჯი მასალების მეშვეობით, თქვათ, იგივე ტიპის რეგულირების შემოთავაზება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს განსაკუთრებულად კვალიფიციური ექიმის მონაწილეობით მანიპულაციების ჩატარებას და ასე შემდეგ. მინდა ყველა არტილერის მიულოცო დღევანდელი დღე, მათი ღვაწლი და მათი შრომა ფასდაუდებელია საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის. მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურის წინაშე და მადლობა გადაუხადო ჩვენ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათი თავდადების, მათი გმირობის მაგალითზე იზრდებიან საქართველოში მომავალი არტილერისტები. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ვარ საარტილერიო ქვედანაყოფში. დიდი როლი აქვს საარტილერიო ქვედანაყოფის ზოგადად თავდაცვის ძალებში, რაც გამოიხატა საქართველოს ტერიტორიული თლიანობისათვის ბრძოლებში და მე მინდა მიულოცო ყველა არტილერის მოქმედს და ასევე ვეტერან
артиллеристებს. მინდა მიულოთ, რომ артиллерიის დღე აღმოსავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს და დასავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს. როგორც артиллеრისტებს, ასევე მთლიანად თავდაცვის ძალებს მიულოცავ დღევანდელ დღეს. საარტილერიო ქვედანაყოფები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავისი პროფესიონალიზმით და ამას ამტკიცებდნენ ბრძოლებში. ირიგაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობის განვითარების და ფაქტობრივად შეუძლებელი არის ირიგაციის სისტემების გარეშე გამართული სოფლის მეურნეობა, მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი პროექტი, რომელსაც სოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ. ეს არის 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, რომელთაც საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება რეაბილიტირებული, განახლებული. ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განახლება მელიორაციის მიმართულებით ხელშეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ უფრო მეტად, პროდუქტიულობის გაზრდას, რაც თავისთავად ცხადი არის, ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის გაზრდას. სოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს 150 მილიონ ევროიან საინვესტიციო პროექტს, კერძოდ პროექტის ფარგლებში ამ სისტემაზე გაკეთდა დაახლოებით 120 კილომეტრამდე დახურული დაცნევითი საირიგაციო სისტემა, რამაც საშუალება მიცა, რომ ფერმერებს სტაბილურად რამოცულობის წყალით ჭირდებათ, რომ უპრობლემოდ მიიღონ, დანაკარგები არ არის წყლის. სოფლიო ბანკი ასევე გეგმავს ამ მიმართულებით სამუშაოების განხორციელებას. კახეთის რეგიონში ბოლო აწლეულების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატუსის სამინისტროს მიერ უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომელიც მოიცავს ქვემო სამგორის სამელიორაციო არხის მარჯვენა ზოლის სრულ რეაბილიტაციას. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში განხორციელდა 131 კილომეტრის სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია, რაც ჯამში მოიცავს 40,000 ჰექტარზე მეტ გაუმჯობესებულ სარწყავ არხებს. ბუნებრივია, ეს არის უპრეცედენტო პროექტი კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან ჩვენი რეგიონი არის მევენახეობა მეღვინეობის მხარე და ჩვენს ფერმერებს საშუალება ექნებათ განახლებული სარწყავი არხის მეშვეობით უკეთეს პირობებში მოახდინონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოვლა პატრონაჟი. საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა ნანუკას ფონდის, პროსპერითის ფონდი ერთმანეთისთვის, სირცხვილიას, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი
ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. იარაღად სხვადასხვა საგნების გამოყენება, როგორებიც იყო პიროტექნიკური საშუალებებით სპეციალურად დამზადებული მოწყობილობები, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები. არაერთგზის დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ეგრეთ წოდებული რესპირატორებით, სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზიანდა 55 ფიზიკური პირი, რომელთაგან უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან. ცეცხლის გაჩენის გზით დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისათვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ეგრეთ წოდებული ფონდების მეშვეობით, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პარლამენტში მეორე სასესიო მოსმენით ამერიკული ფარას ზუსტ ასლზე მსჯელობენ. ახალი კანონი ორგანიზაციების გარდა ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ ფარა გარე გავლენების პრევენციისათვის საუკეთესო მექანიზმია. დღესვე პირველი სასესიო მოსმენით დეპუტატები ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ ახალ რეგულაციებზე იმსჯელებენ. ცვლილებების პაკეტი ნარკორეალიზატორებისათვის და რეალიზაციაში ჩართული პირებისათვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე საუბარია ნარკომომხმარებლებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორიად სავალდებულო მკურნალობის განსაზღვრაზეც, რის შესახებაც გადაწყვეტილებას მოსამართლე დისკრეციის ფარგლებში მიიღებს. ქართველი კანონმდებლებისთვის აქტუალურია მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხიც. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ბრიტანული სტანდარტი მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზეც გავრცელდება. თუმცა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ეს კანონმდებლობა ონლაინ მედიას არ შეეხება. ახალი რეგულაციები მოქმედება ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევის წესების მიმართაც. კერძოდ, ისინი სახელმწიფო რეგულირების სფეროში გადავა და სავალდებულო აღსრულებას დაექვემდებარება. ფონდის დამფუძნებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიაში. ტელეკომპანია პლუსის საინფორმაციო მხარდაჭერით. 2025 წლის 28 ფებრუარს საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის დამფუძნებლები პრინცი მამუკა ბაგრატიონი და პრინცესა მერი ფერარი გაემგზავრნენ გერმანიაში, ქალაქ ბაიდენ-ბადენში. ევროპის ქვეყნებში ფონდის წარმომადგენლის და ორდენის კავალერის ბატონ რაიენ რუგეს მხარდაჭერით და მიწვევით. აქვე სპეციალურად ჩამოვიდა ჩვენი ფონდის ორდენი. პრინცესმა მადლობის სიგელები გადასცეს ექიმებს ბატონ რაიერ და ქალბატონ ნატალი ვიოლების ოჯახს. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ქალბატონ კარი ზორგერს, რომელმაც გადასცა პრინცეს მამუკა და ნოდარ ბაგრატიონების ოჯახებს თავისი მეტად საინტერესო ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნი. მის მადლობის სიგელები გადასცეს ქალაქ პლაგენის მერს ბატონ ჰერმან ნაფსიგერს და მის მოადგილეს ბატონ შტეფან შაუდიქს. განსაკუთრებული სტუმრების წიგნში გააკეთეს ჩანაწერი. გამოიხადა სამომავლო სურვილი საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე. საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის სახელით სპეციალური წიგნები გადაეცათ მასპინძლებს. ამ წიგნებში აღწერილია ევროპაში ყველაზე ძველი სამეფო დინასტიის მოკლე ისტორია, ფონდის საქმიანობა და აქტივობები. ქალაქ პლაგენის მერის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია სათაურით მეფური ვიზიტი. ქალაქ პლაგენის ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა აღნიშნულ ვიზიტზე ინფორმაცია. დეტალებს ამ ვიზიტზე შეიტყოთ პარასკევს მამუკა ბაგრატიონის საავტორო გადაცემაში ჩვენს არხზე ბაგრატოვანი. საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად. დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. როგორც ბოჭორიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია რაიზინა დიალოგი 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, საქართველო მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს. ამ შესაძლებლობებით ეფექტურად სარგებლობისთვის
საკმარისი სიბრძნეა საჭირო. საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად, აღნიშნა მინისტრმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარი დიდი საქმეა. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინთან საუბრისას უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე მდგომარეობას განიხილავს, რომლებიც მისი თქმით რუსეთის მხრიდან ალყაში იმყოფებიან. ამასთან ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტასა და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეძლებენ. ცუდი სიტუაციაა რუსეთში და ცუდი სიტუაციაა უკრაინაში, მაგრამ ვნახოთ თუ შევძლებთ სამშვიდობო შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევას. ვფიქრობ, შევძლებთ ამის გაკეთებას, აღნიშნა პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას. არასამთავრობო ორგანიზაციების თაღლითობა გამაოგნებელი მასშტაბისაა. აუცილებელი არ არის შერლოკ ჰოლმსი იყოთ, რომ ეს დაინახოთ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა. მასკის თქმით, მისმა უწყებამ NGO სექტორში ყველაზე მსხვილი თაღლითური საქმეები გამოაშკარავა. ყველა სამთავრობო დეპარტამენტში გამონაკლისის გარეშე გაცილებით მეტი ლიცენზია, პროგრამული უზრუნველყოფა ან მეტი გამოწერა ფიქსირდება ვიდრე თანამშრომელი. არ შეიძლება გყავდეს 1500 თანამშრომელი და გქონდეს 3000 ლიცენზია. შტატების მთავრობა კი არასამთავრობოებს ისე აფინანსებდა, რომ შემდეგ მათ აუდიტს არ ახორციელებდა, დასძინა მასკმა. უნგრეთში LGBT პრაიდები აიკრძალება მმართველმა პარტიამ შესაბამისი კანონ-პროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა. ახალი კანონი პრაიდ მარშების აკრძალვის გარდა მათი ორგანიზატორებისა და დამსწრე ადამიანებისათვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. მანამდე კი უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა პრაიდის ორგანიზატორებს განუცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად თავი არ შეიწუხოთ, რადგან ეს მათთვის დროისა და ფულის ფუჭად დაკარგვა იქნება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისათვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი განმარტავს, მართალია ევროპის ქვეყნები უკრაინას მხარს უჭერენ, მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი დეტალი, რომელიც დამუშავებას საჭიროებს. იმედი მაქვს, შევძლებთ რეალურად წინსვლას, რადგან მაგიდის გარშემო ყველამ გაიგო, რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ყველა მიესალმა ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს და ახლა რა თქმა უნდა ბურთი რუსეთის მხარესაა. რასაც ვხედავთ არის ის, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას ყველანაირი მოთხოვნების წამოსაყენებლად, განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით სომხეთის საჯარისო შენაერთებმა გვიანღამით აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. კერძოდ, ცეცხლი 3 სხვადასხვა რაიონიდან გაიხსნა. განცხადებაში ასევე წერია, რომ სომხურმა საჯარისო შენაერთებმა აზერბაიჯანული პოზიციები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. ოფიციალური ერევანი კი ბაქოს ბრალდებებს უარყოფს და აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებას ადანაშაულებს. ისრაელმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლა. მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს ბოლო მონაცემებით 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მათი ავიაიერიშების სამიზნე ჰამასის ტერორისტული ობიექტებია, თუმცა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის გარდა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ცნობისთვის ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების ვადა 1 მარტს ამოიწურა. შეერთებულ შტატებმა დაპირისპირებულ მხარეებს ამ ვადის აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელება შესთავაზა, თუმცა ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.